საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, გამოტოვებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები მხარის გუბერნატორს, მივესალმები ყვარლის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კახეთიდან, მივესალმები განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ყვარლელებს, დიდი პატივისცემით მინდა მივესალმო მეუფე თეოდორეს და მინდა მის მიმართ უღრმესი პატივისცემა გამოვხატო. განსაკუთრებულად მივესალმები ასევე ყვარლელ მოსწავლეებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ღონისძიებას და რომელთათვისაც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შთაგონების მთავარი წყარო ცხოვრებაში. მე მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ვარ ყვარელში და აღნიშნავ ილია ჭავჭავაძის უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის 187 წლის იუბილეს. ილია ჭავჭავაძე ყველას მოგეხსენება, რომ იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, ის იყო მწერალი, ის იყო პროზაიკოსიც და ის იყო პოეტიც და ის იყო შერაცხული ერის მამად და ეს უდიდესი სტატუსი მან დაიმსახურა, რა თქმა უნდა, იმ განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო, რომელიც გასცევდა მის ცხოვრებას, მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების დაცვას, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვას. მან გენიალურად სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული ენა და სარწმუნოება და მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ეძღვნებოდა სწორედ ამ სამი საყრდენის, ჩვენი თვითყოფადობის სამი მთავარი საყრდენის დაცვას. და მისი მოღვაწეობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგალითი თითეული ჩვენგანისთვის. მე-19 საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და რუსეთიდან შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, შემოჰქონდათ სიახლეები და მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ითვისებდნენ ევროპულ ფასეულობებს, თუმცა ივიწყებდნენ ქართულს. და უფრო მეტიც, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საქართველოში, მათ ეთაგილებოდათ ყველაფერი ქართული. და ილია ჭავჭავაძე იყო ამის სრულიად საპირისპიროს გამოვლინება, ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს და უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. და ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაივიწყეს ქართული, ვერაფერი შექმნეს ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ვერ დატოვეს ვერავითარი მემკვიდრეობა და ამისგან განსხვავებით ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა ამ ერთობამ ადამიანებისა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სწორედ ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა. და ეს მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აქტუალური ბუნებრივია დღევანდელ დღესაც. ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი ნიჭით, განსაოცრად მრავალმხრივი ნიჭით აჯილდოებული ადამიანი. ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველა სფეროში დატოვა განსაკუთრებული კვალი ჩვენს ქვეყანაზე და შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს საგანგებოდ მოვლენილი ღმერთისგან ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე იქნა წმინდანად შერაცხული და მას ეწოდა წმინდა ილია მართალი. ეს არის საუკეთესო შეფასება იმ მოღვაწეობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ განლო საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი სამშობლოს სარწმუნოებისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად ამ მემკვიდრეობას, იმ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა ილია ჭავჭავაძემ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გამშვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოხარული ვარ, რომ ვარ დღეს თქვენთან ერთად, რომ ვარ ყვარელში და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მოგმართოთ ამ უმნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მივესალმები მეუფე თეოდორეს, მივესალმები კახეთის რეგიონის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას. გილოცავთ დღევანდელ დღეს. 1187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და ერთა ასიმილაციის ხანაში 1000 წლის განმავლობაში ნაომარ, ნაშრომ, წინაპართაგან დატოვებულ მიწაზე თავიდან უნდა განესაზღვრა თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ინდუსტრიულ ტექნოლოგიების ცვლილებების დროში და სადაა ის სხვა ვარსკვლავი, რომელსაც უნდა მივდიოთ. ამ ღირს შესანიშნავ დღეს დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინმავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს. ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპართაგან მიიღო სრულიად საქართველომ, რომელსაც მოუარა, მიხედა, ააღორძინა და ჩვენ გადმოგვცა ილია ჭავჭავაძემ, დღეს ჩვენი საპატრონოა, ჩვენი მოსავლელი და განსამტკიცებელია. სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით მამული, ენა, სარწმუნოება, გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ. დღეს ჩვენი შეკრება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები. სულ ახლახან ქართველმა ერმა ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის დაცულობას, განვითარებას, მოძლიერებას და წინსვლას ამ მართლაც ურთულეს დროში. საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის. ჩვენს გამო სხვა თავს არ მოიკლავს. ჩვენს გამო არავინ გასწირავს საკუთარს. უნდა ვიცოდეთ, რომ ის რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც წინაპრების, ასევე ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე. როგორც ყველა დროში, ისე დღესაც ჩვენ ვართ მომწრე ბოროტების, მტრობის, შინაურის ძირგამომთხელი საქმიანობის, ძალაუფლების ჟინითა და შურისძიების წყურვით აღსული ადამიანებისა, რომლებიც ზადარიან ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას და თავისი უპასუხისმგებლობით, როგორც არაერთხელ მომხდარა ქვეყანა გადაჩეხონ და თავად იხეირონ. ჩვენს წარსულში ასეთი ადამიანებისგან ნასწორი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და პირველ რიგში ილიას. ტყვიები დღესაც ზუზუნებენ, ხილულიც და უხილავიც. ამ ტყვიების სამიზნე დღეს უპირველეს ყოვლისა ადამიანების გონებაა. ცდილობენ სიცრუით, ტყუილით, ორპირობით ადამიანთა გონების არევას, ფიზიკური რეალობის უარყოფას, სამშობლოზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას. ეს არის ჩვენი აწყო, ჩვენი სირთულეები თუ გამოწვევები, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი. სწორედ ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე აღმოცენდა ქართული სახელმწიფო, ქართული ცნობიერება და პატრიოტული განცდა. დღეს კი ჩვენი თაობის შესაძლებლობაა, რომ დაწყებული საქმე დავასრულოთ. შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო, სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს. ილიას საქართველო ვართ აქ. დღევანდელი დღე, ჩვენი აწყო არის მისი კვალი, ჩვენ ვართ მისი გზის გამგზელებლები და ივერია იბწყნებს ჩვენი ყველას ხელით ერთად. დიდი მადლობა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ალექსანდრე ცულაძე. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მეუფე თეოდორე. მოგესალმებით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებო, ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო. 8 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია ყველა ქართველისათვის, ყველა პატრიოტისთვის. დღეს აღნიშნავ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 197 წელს. განუზომელია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ქართველი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. განსაცვიფრებელია მისი მოღვაწეობის დიაპაზონი, პოეზია და პროზა, კრიტიკა, ლიტერატურის ისტორია, პუბლიცისტიკა, სოციოლოგია, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, სამართალი, რომელი ერთი უნდა ჩამოითვალოს და არ დარჩენილებმა რაიმე მნიშვნელოვანი კულტურული თუ საგანმანათლებლო წამოწყება, რომლის ინიციატორი ან უშუალო მონაწილეც ილია ჭავჭავაძე არ გახდათ. დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეგიძლია ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე ჭეშმარიტი ინოვატორი გახდათ. მას და მის სახელს უკავშირდება ბევრი ასე ვთქვათ ინოვატორული პროექტი. იქნება ეს საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნება, ქართულთა შორის წერა-კითხვის გავრცელება და გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნება, ლიტერატურული გამოცემა ივერია და სხვა მრავალი პროექტი, რომელმაც ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას ამ პროცესში უდიდესი საქმე განახორციელა. ქართული თეატრის შექმნაც და უნივერსიტეტის შექმნაც კი მის სახელთან არის დაკავშირებული. ილია ჭავჭავაძემ მართლაც წარუშლელი თვალი დატოვა საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე. გულითადად მოხარული ვარ, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისადმი მიზღვნილი კვირეული დაიწყო დღეს და რომელიც ერთი კვირა გასტანს და ამ კვირის მანძილზე თქვენ ყველას დაინტერესებულ ადამიანს, სკოლის მოსწავლეს თუ მასწავლებელს ექნება საშუალება, რომ ესე იგი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მივიდეს და დაათვალიეროს უშუალოდ პირველ წყაროს გაეცნოს ილიას ხელნაწერებს. დღევანდელი გლობალური პროცესების ფონზე ისევ ილიას დავესესხები და გეტყვით, რომ ჩვენს პატარა სამშობლოს, ჩვენს ხალხს განსაკუთრებულად საჭიროებები და განსხვავებული სტრატეგიული ამოცანები აქვს. ჩვენს ქვეყანას სხვა ტკივილი აქვს და სხვა ფათერაკის დევს. ამ ფათერაკისაგან ქვეყნის აცილება შესაძლებელია მხოლოდ ცოდნით, განათლებით და მეცნიერებით. ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, ჯერა რომ თქვენი სიბეჯითე, წარჩინებულობა და ცოდნის წადილი ის ილიასეული გზა, რომლითაც ჩვენს სამშობლო მშვიდობიანი და წარმატებული და დოვლათიანი მომავლის შენდება შეძლებს. შემთხვევით არ არის, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აქ ყვარელში, ყვარლის მთების ქვეშ თქვენი წარჩინებული და საამაყო მოსწავლეების დაჯილდოებაც განხორციელდება. ძვირფასო მოსწავლეებო, მოეწონეთ თქვენი წარმატებასა და ცოდნაზე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. თქვენი შეფერხება ჩვენი ქვეყნის შეფერხება იქნება. ამიტომაც იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება თქვენს გვერდშია და ძალისხმევას არ დაუიშორეთ, რომ საუკეთესო განათლება მიიღოთ და ეს განათლება თქვენი ქვეყნის კეთილდღეობას მოახაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. საქართველოს